Agi tavi aketi ar daga ikdeija მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ოპერატორში ეს ბათუმია დღესაც ტრადიციულად ისევ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობასთან საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან მოქალაქეები ეს პროტესტის 154-მე საღამოა როცა მოქალაქეები ისევ დგანან საპროტესტო აქციაზე და მათი სიმტკიცე და შეუვალობა ძალიან მკაფიოდ ჩანს ისინი თხოვენ პირველ რიგში თავისუფლებას, იმის პატიმრებს, თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, მათ შორის თავისუფლება მზია ამაღლობელს, ჟურნალისტს, რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და რომელიც რჩება ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში, არაერთი გარემოება ადასტურებს იმას, რომ ის არის უკანონო პატიმარი, მათ შორის გაყალბებული ოქმები, პოლიციელების ცრუჩვენებები, რასაც ვისმენ სასამართლოში და რაც თავარი კვალიფიკაცია, რომ სილის გაწვნის გამო მას ედევებიან პოლიციას და თავდასხმას ამ დროს სილის გაწვნა არ არის სამართლის დანაშაული, როგორც ამას იურისტები და ავტორიტეტული უფლებადამცველები განმარტავენ და ვისმენ ჩვენ ამ შეფასებებს. ასევე თავისუფლება თემურ ქათამაძე ჩვენ გვესმის ამ აქციაზე მუდმივად, მას შემდეგ რაც ბათუმის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სიმბოლო ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე დააკავეს და მისი ქვეყნიდან გაძევებას იწყებს ახლა ქართული ოცნება გუშინ სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა თემურ ქათამაძეს ტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე და უკვე სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს მისი ამ ქვეყანაში ყოფნის ის რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დღეს თემურ ქათამაძემ შიმშილობა კიდევ ერთხელ დაიწყო ის ამბობს რომ სიმბოლურად ამ შიმშილობით ეხმაურება როგორც გუშინ საცხოვრებელი სახლებში ჩხრეკის დაწყებას ფონდების წარმომადგენლების სახლების გულისხმობ ასევე ის ეხმაურება ჭიათურელი მაღაროელების დაკავებას სისხლის სამართლის წესით და შიმშილობით რომელიც მან დღეს დაიწყო აპროტესტებს სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას ქართული ოცნების მხრიდან ასევე თავისუფლება ზვია ცეცხლაძეს, რომელიც ბათუმელი სტუდენტია და მის მშობლებს ეხლა ხედავთ ამ ბათუმის საპროტესტო აქციაზე, მე მათ გავესაუბრები პირველ რიგში. რა თქმა უნდა, აქციაზე იცის თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დააკავეს იმის გამო, რომ ივანიშვილის რეჟიმს ახლა სურს რუსული დიქტატურის დამყარება ქვეყანაში და ეს პროტესტი თქვენიც ყველა მიცით, რომ დაიწყო და გრძელდება უწყვეტად მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ქართულმა ოცნებამ ჩაკეტა საქართველოს გზა ევროპისკენ და ევროინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეწყვიტა. მოგვისმინოთ ზურაბ ცეცხლაძეს ბოდიში გაჭყვეტილებ, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვარ, ვიდრე გაგესაუბროთ. ეს ზურაბ ცეცხლაძეა, გეცოდინებათ დაუმზიმათ დღეს პროკურატურამ ბრალი ჭიათურელ მაღაროელებს, რომელსაც ედევებიან ჯგუფურ ძალადობას, ასე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედევება უკვე ორ მათგანს პროკურატურა. რას ფიქრობთ თქვენ ამ საქმეზე და ამ ბრალის დამძიმებაზე? ზოგადად დღეს არის დიქტატურის გამყარების პროცესი მიმდინარეობს ქვეყანაში. დიქტატურა ჩამოყალიბებულია, ოღონდ განმტკიცების პროცესი მიდის და ნებისმიერ ბრალს ყოველთვის მწვავედ და მძიმედ დააყენებენ. შესაბამისად მათი მიზანიც ეგ არის, რომ რაც შეიძლება მეტი ორგანიზება იყოს. ანუ ორგანიზება ისთვის ჭირდებათ, რომ თითქოს მათ ყველაფერი რიგზე აქვთ და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზება ხდება იმისათვის, რომ ლეგიტიმური და კანონიერი ხელისუფლება დაამხონ. ანუ საქმე საერთოდ ხო ხდებით, ჩვეულებრივად ცდილობენ საზოგადოებას, ანუ ჯერ თავიანთ ამომრჩეველს და მერე ზოგადად ქართულ საზოგადოებას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც აჩვენონ, რომ ამ ქვეყანაში თუ ვინმე რამეს აფუჭებს იმიტომ მხოლოდ რომ დააორგანიზოს ხელისუფლების დამხობა. ანუ მათი ბრალიც დაახლოებით პროტესტის ჩახშობა უნდათ ქვეყანაში სრული მასშტაბით, ხო? იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ხომ მაინც ის არის, რომ პროტესტი ღვიოდეს. ესენი ცდილობენ რომ ყველაფერი დაუმძიმონ,
შეაშინონ, დააფრთხონ და შესაბამისად პროტესტის ჩახშობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. არის მაქსიმალურად და სამაგალოდ დასაჯონ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ მეთოდი დუბინკა ჩაარტყან, არსებობს მეორე მეთოდი დააშანტაჟონ, შეაშინონ, არის მესამე მეთოდი დაუსაბუთებელი ბრალი წაუყენონ, დაუმძიმონ, გაურთულონ და ასე შემდეგ. კომპლექსურად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩაახშონ პროტესტი. აი ეს არის მიზანი, სწორედ ამათაც რომ დაუმძიმეს ამ შემთხვევაში ბრალი. ანუ არ მოგეჩვენათ დასაბუთებულად ბრალის არც წარდგენა და დასაბუთების ნაწილი პროკურატურის მხრიდან? არც მომეჩვენა და არც გამიკვირდა. იმიტომ რომ პროკურატურას დღეს არანაირი მტკიცებულება არ ჭირდება არც ბრალის წაყენებისთვის და არც შემდგომ მისი დამძიმებისთვის. ეს აბსოლუტურად მართლმსაჯულება ქვეყანაში არის მკვდარი. პროკურატურა რასაც დაწერს გამოგონილი, შეთითხნილი, შეკერილი ბრალდებით, მოსამართლე ფაქტობრივად არ კითხულობს, უბრალოდ აი ნოტარიუსის როლს ასრულებს, ბეჭედს დაასმევს და უბრუნებს უკან. აქედან გამომდინარე, არც გამკვირვებია და არც არაფერი ვიცი, რომ ეს ასე იქნება და ვინც ხელს შეუშლის მათ ჰარმონიას, მათ აი ბედნიერ ცხოვრებას, მითვისებულ ქვეყანაში ვის ეთქვის რაიმე პროტესტს და საშიშროებას იგრძნობენ, რომ ვიღაცები გამოჩნდნენ, რომლებიც არეგუებიან დიქტატურას, არეგუებიან ქვეყნის მიტაცებას, არეგუებიან სასამართლოს, პროკურატურას, პოლიციას, ყველას დააუთოვებენ ნელ-ნელა. და ის კი არა, მეცაც კეთვით, ვისაც ერთხელ სიტყვა მაინც წამოწდენია, რომ დღეს აქტიური არ არის, იმათაც კი გაუხსენებენ, როცა ჩვენ მოგვიტავებენ, აუცილებლად იმათ მიუბრუნდებიან და გაუხსენებენ, რომ გახსოვთ თქვენ 2 თვის წინ, 3 თვის წინ ევროპას იწახდით, აბა მოდი აგერ და ზუსტად იგივეს გაუმეორებებნათ. ამიტომ ვიძახი მე, რომ აუცილებლად ყველას ოჯახში შევა დიქტატურის ხელი. რა ეტაპზე გადადის ახლა პროტესტი? კვირას არის ასევე დაგეგმილი მარში, ხო, თბილისში? რა შეგიძლიათ გითხრათ ამ მარშის შესახებ? საერთოდ კარგი პროცესები მიმდინარეობს ამჟამად თბილისში. მე ამ პროცესების უშუალო მონაწილე ვარ და იმედიანად ვარ და რატომ ვარ იმედიანად გითხრათ ახლა. საერთოდ ხელისუფლება და საპროტესტო ელექტორატი ორი დაპირისპირებული მხარე, ასე რომ წარმოვაჩინოთ, ფაქტობრივად არის ქვეყანაში რუსული რეჟიმი მტერი ქართული საზოგადოების. და ქართულ საზოგადოებაშიც უნდა შეიქმნას ძლიერი ცენტრი, ანუ რაღაც საპირწონე ცენტრი უნდა შეიქმნას, რომელიც შეძლებს კარგად დაორგანიზებას, კარგად ჩატარებას, ამ აქციებზე პასუხისმგებლობის აღებას და ასე შემდეგ. ხო ხდებით, ხელისუფლებას აქვს ორგანოები, ინსტიტუტები, რომლებიც გეგმავს ამ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ჩაგვახშოთ. ჩვენ უნდა გქონდეს ამავდროულად ისეთი ორგანოები და ისეთი ერთობა უნდა გქონდეს, რომ ჩვენ დაუპირისპირდეთ კვალიფიცირებულად და გქონდეს შესაბამისი შესაძლებლობები ამის, სტრუქტურები გქონდეს, სამოქალაქო პლატფორმებს გაერთიანება გქონდეს, ერთობა გქონდეს. ახერხებენ დღეს ამას სამოქალაქო ჯგუფები? პირველი აქცია იყო ზუსტად პროკურატურასთან გამართული აქცია, რომელიც ჩატარდა ერთობის ეგიდით. ამ ერთობაში ძალიან უკვე ბევრი თავმოყრილი სამოქალაქო ჯგუფებია. რა ვიცი, რომელი ერთ ჩამოგითვალოთ, სტუდენტური გაერთიანებებია, თავისუფალი აუდიტორია, 023-ია, ილიაუნია, სხვადასხვა უნივერსიტეტები არიან, არის დაფიონის ჯგუფია მათში, არიან რომის საფუძვლებელიც არის ვიაცეცხლაძე, ხო, სტუდენტი რომელიც ახლა არის ვეტერანები არიან, არის ვართ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, არიან სხვადასხვა ძალიან ცნობილი აქტივისტები, დაუმორჩილებელი და ძალიან ესეთი თავისუფალი აქტივისტების გაერთიანება. მოკლედ რაღაც ფორმით 70-80%-მდე ერთობა შექმნილია და პირველი სატესტო აქციაც იყო სწორედ პროკურატურასთან გამართული და ვაჩვენეთ საზოგადოებას, რომ იმ საერთაშორისო მაგისტრალზე გავლაც შეიძლება, გარკვეულ პერიოდში ჩაკეტვაც შეიძლება, პრობლემების შექმნაც შეიძლება, ამათთვის ჰარმონიის დარღვევაც შეიძლება, პროკურატურასთან გაბედული აქციის ჩატარებაც შეიძლება, ანუ და მოწესრიგებულად და ლამაზად უკან დაბრუნება ისე, რომ ვერც ვერავინ გაიტაცონ, ვერც ვერავინ დააპატიმროს. ეს მოხერხდა პროკურატურასთან. ეს ყველაფერი ორგანიზებულად ძალიან ლამაზად. ეხლა კვირას რას გეგმავთ? რა იქნება კვირის აქცია? კვირის აქცია ანალოგიურად ერთადერთი განსხვავება ის იქნება, რომ აქ თუ იყო პირობითად 6-7 კაცი, იქ უნდა იყოს 10-15 კაცი. ანუ ერთობა როგორც კი ძლიერდება, შესაბამისად მატულობს ადამიანთა რაოდენობა. და მოთხოვნა არის არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლა. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ სწორედ მოთხოვნის გამკაცრებამაც გარკვეულწილად მობილიზება გაუკეთა, ანუ არიან ადამიანები, რომლებიც არ გამოდიოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მიაჩნდათ სწორი მოთხოვნა.
ეს მოთხოვნა ძალიან ბევრ ადამიანს სწორად მიაჩნია, ისინი ვინც არ გამოდიოდნენ მოემატა აქციას, ქუჩაში მოემატა, თორე არის ისეთი ის რაოდენობა, პროტესტის იმდენი რაოდენობა, რომ სახლში ზის და არ გამოდის. აქ საუბარი არის რაზე, რომ სწორად აქცენტები დასვა, სწორი მოთხოვნები გააკეთო, რომ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და გაბედულად. თქვენ ვფიქრობთ, რომ სწორი მოთხოვნა დღეს არაფერ რიგარეში არჩევნების ხელახლა ჩატარება, არამედ რომ წავიდეს არალეგიტიმური ხელისუფლება. ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, შესაბამისად უნდა დატოვოს. დღეს ასე შევხედოთ რა, ამ ხელისუფლების ჩატარებული არჩევნებით მოსული ვერც ერთი ხელისუფლება ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს, იმიტომ რომ საზიზღარი კანონმდებლობაა, როგორც საარჩევნო ისე ზოგადად ყველა და თვითონ საარჩევნო გარემო ხო შეიძლება იქნება დემოკრატიული სამართლიანი არჩევნების ჩატარება. სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების დონის არჩევნებს ესენი ვერ ჩაატარებენ. იმიტომ რომ ევროპასთან ჩახსნილია ყველაფერი. ეხლა ვერ გავიგეთ თუ პალესტინიდან, ირანიდან და ეთიოპიიდან ჩამოიყვანებენ იმას დამკვირვებლებს, არ ვიცი, მაგრამ როცა საფრანგეთიდან, პირობითად ბრიტანეთიდან, იტალიიდან დამკვირვებელი არ ჩამოვა და არ იტყვის რომ და ის საერთაშორისო ორგანიზაციები ევროპული, რომელიც რეალურად აკვირდებიან არჩევნებს და ამბობენ რომ აი სწორად ჩატარდა და ლეგიტიმური იყო, თუ ასეთი ორგანოები არ მიიღებენ და თუ ვერ შემოვლენ და ვერ გააკონტროლებენ, ის არჩევნები არ იქნება. ამ ხელისუფლების პირობებში ასეთი არჩევნები ვერ ჩატარდება. ამიტომ უნდა წავიდნენ და არჩევნებს ჩაატარებს ქართული საზოგადოება. არის ლეგიტიმური გზები, ეხლა ამაზე რომ ვისაუბროთ, შორს წაგვიყვანს ამის ლეგიტიმური სამართლიანი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობს. მაგრამ მთავარი ფაქტორები რა არის? თქვენ რა მიგაჩნიათ, რომ მივიდეთ აქამდე, ხო? რამ შეიძლება დაახევნოს უკან ივანიშვილს? ის ამ დრომდე არაფერს არ თმობს. 154 დღეა უკვე. უკან დაახევინებს ხალხის მასობრივი გამოსვლა ქუჩაში. ადამიანები, რომლებსაც პროტესტის გრძნობა აქვთ, ზიან სახლში და ტელევიზორს უყურებენ, უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ძალა უნდა უჩვენონ რეჟიმს. არც ერთი დიქტატორული რეჟიმი მოფერებით, დაკვავებით, პირობითად მთლად ისეთი ლოიალური აქციებით არ მიდიან. წვავე აქციები აუცილებელია. მათ მიერ მიღებული უსამართლო კანონების დარღვევა აუცილებელია. მათ მიერ არასწორად პირობითად სტრატეგიულ ობიექტების ნუსხაში რომ შეიყვანეს ყველაფერი, რომ პროტესტი ვერ გადაადგილდეს. გზებიც, მაგისტრალები, მაგისტრალების გადაკეთვაც აუცილებელია, რკინიგზის სადგურების, სამინისტროების პიკეტირებაც აუცილებელია. ამაზე უნდა მივიდეთ ჩვენ. ეს უნდა გავბედოთ ჩვენ. ეს გასაკეთებელია. ამის გარეშე არსად არ წავლენ ისინი და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ერთობა ჩამოყალიბდება, შედგება, ჩვენ შევძლებთ მაისის თვის განმავლობაში. თითქმის დღე ჩაგდებით, გვექნება აქციები პატარ-პატარა, რომელიც სიტუაციას მობილიზებას გაუკეთებს და 26 მაისს ვარაუდობ ძალიან დიდი აქციის ორგანიზებას, დაახლოებით 100,000-ზე მეტის და რომ გამოვალთ უკვე აღარ შევალთ და ამ თემას დავასრულებთ ბოლომდე, ვიდრე რეჟიმი არ დათმობს პოზიციებს, ჩვენ უკვე აღარ შევალთ სახლებში და გავაგრძელებთ უკვე მუდმივ აქციებში ვიქნებით გადამული 24 საათიანი აქციები. აი ეს ასეთი ბრძოლა აუცილებლად დაახევნებს უკან და აუცილებლად ჩამოშლის ამ რეჟიმს. მადლობა, ზურაბ ცეცხლაძე იყოს, ვიას ცეცხლაძის მამა, თქვენ მას უსმენთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. მოდი ზიადით დედას მოусმენთ ასევე კაპიტან ნარგიზ აბაშიძეს. კაპიტან ნარგიზ, რამდენად მეკითხა თქვენთვის, რომ ეხლა ამ დრომდე გრძელდება აქციის მონაწილეებისათვის, რომლებიც დააჯარიმეს ზებრაზე მოძრაობის გამო, სასამართლო 5,000 ლარით, მათთვის თანხის შეგროვება. და ხვალ არის ბოლო ვადა, რომ ის ამოქმედდება სასამართლოს წესი. და თქვენ რა შეტყოდით მოქალაქეებს, ვინ შეიძლება დაეხმაროს ნებისმიერ აქციის მონაწილეს, რომლებიც უსამართლოდ უკანონოდ ესე აღმოჩნდნენ მსხვერპლი ამ სიტუაციაში. რა შეტყოდით, თქვენ უნდა დავეხმაროთ გაგრძელება ერთმანეთის, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად ჯარიმის გადახდა. არ უნდა გადაიხადოს არაფერი. აი რამდენ ხანს უნდა გაუძლოს ამ სისტემას. ვერ გაძლებს დიდხანს. ეს ჩამოშლილია უბრალოდ. მე როგორც ფახსოვს, თუ სწორად ფახსოვს, თქვენს დაჯარიმდი თქვენი, ხო? ერთ აქციაზე. მეტი ჯარიმა გაქვს. და არ გადაგიხდია თქვენ ეს ჯარიმა. არც აპირებთ რომ გადაიხადოს. თვითონ ეს ზოგან გამოვიდა სცენარი გაითამაშეს, ჯარიმები და ხალხი შევაშინოს. ვერ მივარდით, არ შეგვეშინდება, მით უმეტეს პოლიტპატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები რაღა უნდა შეგვაშინონ ამაზე მეტი. არავინ არ უნდა გადაიხადოს ჯარიმა. აი წერონ რამდენიც უნდა. საერთოდ
რომ ცოტა რამოდენიმე დღე გავა, რა ხდება? რაღაც არ მოდის ჭარბა. ველოდები ყოველთვის ასე რომ სულ არ გვეშინია. არანა რეაქციაც კი აღარ მაქვს. ჩვეულებრივად ვიღებ ვაწერ ხელს, ტოვებ ადგილზე, წერონ რამდენი წუთი. ასე რომ არ გვეშინია. რა შეგიძლიათ თქვათ ფაცვილი მედროშის თემურ ქათამაძის შესახებ, რომელიც დღეს შიმშილობა დაიწყო, ასე კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ დაიწყო მან შიმშილობა, მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება, რადგან სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა აბდულყანაშვილ ტოლვილის სტატუსიც კი. ეგ არის ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობის დიდი ლაქა კიდევ, ხომ სულ მათი ცხოვრება ლაქა გახადეს, განსაკუთრებით ეს ერთი წელი მათი ცხოვრება, აი მათი პოლიტიკური არის მთელი ცხოვრება, რაც გაიარეს ერთ წელიწადში დიდი ლაქა დაიდეს. ერთი დიდი ლაქა კიდე ეს საუკუნების წინ გაძევებული წინაპრები არ დაკარგა ენა, ისწავლა, ჩამოვიდა შეგვეყანაში, ეძებს მის გენეტიკას, მის ხალხს, მისი ოცნება იყო საქართველოში ჩამოსვლა და ხელახლა იგივე გაუკეთა, ოღონ მაშინ მონღოლებმა და ახლა მისმა ერმა გაწირა და სირცხვიეს მთავრობას. ეს დიდი ლაქაა მათი და აი როგორ შეიძლება ასე ადამიანს წირავდა ყველას, რა ბაგენი ყველას წირავდა. ბაგენი თავის ოჯახის წევრებსაც წირავდა. და რა უნდა გაგიკვირდეს სხვაზე. სირცხვილია ჩვენი მთავრობა არის სირცხვილი დიდი. თუ დროზე გონსმოვლენ და დაფიქრდებიან და ხალხზე იფიქრებენ და რაღაცას უკან მოსახეთს დაიტოვებენ და უკან დასახებს დაიტოვებენ, კარგი იქნება. თვითონ ეს მთავრობაც მეწოდება უკვე იმდენად ჩიხში არიან შესული შეცდომაზე უშვებენ. მთელი ბუკეტია შეცდომის ეს ეგრეთ წოდებული მთავრობა. დიდი მადლობა, ეს ვია ცეცხლაძის დედა, კაპიტანი ნარგიზ თქვენი გვარი შემოგხსენე. ნარგიზ დავითაძე, მადლობა. ეს 154 საღამოა ბათუმში, ბათუმის საპროტესტო აქციაზე. მოდი მოქალაქე ზურაბ ბირემაძეს მოусმინოთ, ასევე ზურაბ საინტერესოა ერთი სტატისტიკა, რომელიც დღეს ქვეყნდება, რომ ქართული ოცნების მთავრობა ამბობს, რომ 9%-იანი ზრდა გვაქვს ეკონომიკაშიო. ამ დროს ბოლო მონაცემებით გაიზარდა სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში. 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში დამატებით გაღარიბდა 2383 ოჯახი. ესეც ოფიციალური სტატისტიკაა, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ასევე 9974 ადამიანია ეს ამდენი ოჯახი და შემწეობას იღებს ჯამში 250,772 ბავშვი. აი ამ რაოდენობის ასეულობით 1000 ბავშვი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და იღებს შემწეობას. და ამ დროს თუ ესეთი ზრდა გვაქვს ეკონომიკაში 9%-იანი ზრდა, რა ხდება? თქვენ როგორ ახსნით ამას, ამ ციფრებს, რასაც გვაწვდის ქართული ოცნება? ანუ ქართული ოცნება რო აცხადებდა, რომ ჩვენ 80 მილიარდიანი ეკონომიკა გვაქვს, ანუ გამოდის 90 მილიარდამდე ქვეყნის ეკონომიკა, მაგრამ მოსახლეობის შემოსავლები არანაირად არიზდება, კვლავ 60 ლარიანი დახმარება სოციალურებს, ომის ვეტერანს 100 ლარიანი პენსია, ასევე სისუნოპირებს კვლავ სამარცხვინო პენსია, ჩვეულებრივ პენსიონერებს ასევე სამარცხვინო პენსია. რატო? იმიტომ რომ ჩართულია ხელისუფლება უშუალოდ კორუფციაში. ბიზნესში კორუფცია არის, ჩაწყობილი ტენდერები, ასევე კორუფცია რა თქმა უნდა აზარტულ თამაშებში, ასევე კორუფცია რა თქმა უნდა თავისთავად პოლიტიკურ ელიტაში, რა თქმა უნდა თავისთავად და ასევე კორუფცია რა თქმა უნდა თავისთავად ყველამ კარგად ვიცით ჩვენ თლიანად არა მარტო ბიზნესში და არა მარტო აზარტულ თამაშებში, საბანკო სისტემაში ძირითადი კორუფცია სადაც არის თავმოყრილი, ხო გამიგეთ, იმიტომ რომ მაღალი პროცენტები, ანუ ეს ბანკები პატარა ბიზნესებს ჭამენ. მცირე და საშუალო ბიზნესი თუ არ განვითარდა, მოსახლეობა მასიურად ვერ განვითარდება. მცირე და საშუალო ბიზნესი აძლევს რისკს და საზოგადოება განვითარდება. სხვაგვარ საზოგადოება ვერ განვითარდება, რა თქმა უნდა, თავისთავად. მე ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება აგერ არის ბათუმში ცენტრალურ ქუჩებში ეგრეთ წოდებული ხარაჩოები გააკეთეს, ხო გამიგე, წინა საარჩევნო 7 თვეა ხარაჩოები გააკეთებული და რა თქმა უნდა ეგრეთ წოდებული ფასადი უნდა გაიკეთებინა. ანუ თონიკე რიჟვაძემ შექმნა კორუფცია და კრიმინალი აჭარაში და რა თქმა უნდა ადგა და წავიდა და პასუხისმგებლობა მოიჩინა თავიდან. მაგარია და მილიონობით დოლარი წაიღებ და რა თქმა უნდა გადადგები თანამდებობიდან და უზრუნველყოფილი ცხოვრება გაქვს, არავინ პასუხს არ ცხობს. ჩვენ მოქალაქეებს, ჩვეულებრივ მოქალაქეებს, უბრალო მოქალაქეებს 5-5000 ლარიან ჯარი ვაკეთეს ის გამო. ზებრა გადასასვლელი ის გამო და ამავე დროს თონიკე რიჟვაძეს მილიონები აქვს წაღებული, მილიონები წაიღო და პროკურატურა სასამართლო არ ინტერესდება. ქალბატონ ზია ამაღლების სახეში შემოლაძუნების გამო რა თქმა უნდა 7 წლიან თავისუფლებას აძლევენ
და ამავე დროს მას ელოდება ხო ეს ასჯელი 4-7 წამდე თავისუფლების აღება და თუ გრად დაუდასტურდება. თონიკე რივაზის რომელსაც მილიონები აქვს მოპარული, პროკურატურა არ აინტერესდება. ასევე რა თქმა უნდა ზვიადაური, რომელმაც კაცი მოკლათუში შემოაგდა რა მნიშვნელობა, თუნდაც თავდასხმის მიზეზით მოკლა, ხო? ადამიანი მოკლა მისი ხელით, ხო? და ათავისუფლება 50000 ლარიანი გირაოთი. ალბათონი მზია ამაღლებელი, რომელიც სახეში შემოლატუნების გამო თხოვს 100000 ლარიან გირაოთი გამათავისუფლეთ. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში სამართალზე იფიქრო ადამიანმა. ხო, კოლბაში ბრალდებული როცა გაათავისუფლეს სასამართლომ და ამ დროს სილის გაწმის გამო პოლიციის თავდასხმაში ბრალდებული არ გაუშვა. ეს მართლაც ასია, ორი რეალური ფაქტია. კლელობაში ადამიანი, რომელიც ბრალდებული 50000 ლარით ათავისუფლეს და სახეში შემოლატუნების გამო 100000 ლარიან გირაოთი არ ათავისუფლეს. სად არის აქ სამართალი? ეს არის ოცნებისეული სამართალი. მაგრამ მე 12 წელიწადი ბევრჯერ თქვი და კიდევ ვიმეორებ, ვიყავი ქართული ოცნების გვერდში, მაგრამ მე ქართული ოცნების გვერდში ვიყავ თუ არა, ფაშისტური ოცნების გვერდში კი არა. დიახაც, ქართული ოცნება აღარ, უკვე არის ფაშისტური ოცნება. მე ამას უწოდე ფაშისტური ოცნება. რატო უწოდე ფაშისტური ოცნება? იმიტომ რომ რეპრესიები, ზალადობა, საკუთარ მოქალაქეების დაჩაგვრა, ეკონომიკის სიღატაკეში მოქცევა მოსახლეობის, ეს ყველაფერი ფაშისტობა არის, რასაც აკეთებენ ესენი. რა თქმა უნდა, თავისთავად. უბრალოდ სახელმწიფო მიყავდა რუსეთის მიმართულება. ფაშისტური მოქმედებით მოქმედებენ, მაგრამ სახელმწიფო ყველა კარგად ხედავდა რუსეთის მიმართულებით მიყავდა. ეს არის რეალობა და ეს არის მოცემულობა. ჩვენ ყველა კარგად უნდა დავიაზროთ ერთადერთი საზოგადოება, რომ ჩვენი სახელმწიფოა საქართველოს და სხვისი არა, სხვის საკუთრება არა. რატო უნდა ველოდოთ ვინმე სხვას? ხელისუფლება გამოდის და ამბობს. ჩვენ არ ვიმორჩილებით ამერიკელების და ევროპელების ბრძანებას და ჩვენ სრული დამოუკიდებლობა გვინდა. კარგია, რომ სრული დამოუკიდებლობა გინდა, მაგრამ რუსების ბრძანებას რატო ვიმორჩილებ? იმიტომ რუსეთის ჩმორიხა და რუსეთის მონახაში რო ქართული ოცნება ხარ. ეს არის რეალობა და ეს არის მოცემულობა. მადლობა, ეს ზურაბ ირამაძე იყო მოქალაქე, თქვენ მას სუსმენდით. ერთი მილი მინდა გამოვაცხადო და თუ შეიძლება ერთი წამი კი ბატონო, ეს ზურაბ ჭავჭანიძეა, ბათუმის საპროტესტო აქციის ასევე მედროშე. რამდენიმე მედროშე ყავს ბათუმის საპროტესტო აქციას, მათ შორის არის ზურაბ ჭავჭანიძე, დევნილი აფხაზეთიდან, ის ყველა აქციაზე ჩდება 3 დროშით, საქართველოს ისტორიული დროშით, დღევანდელი დროშით და ევროკავშირის დროშით. წუთიერი დუმილი პატივი დავდოთ საქართველოსთვის მებრძოლი გმირებს. დიდი მადლობა. ახლა კი ყველამ ერთად საქართველოს გაუმარ! 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 დედაცვა. ეს ზურაბ ჭავჭანიძე იყო, ბათუმის საპროტესტო აქციის მედროშე. კიდევ ერთი მედროშე თემურ ქათამაძე, როგორც თქვენ იცით, ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. ისეულდება ქვეყნიდან გაძევებას, დარჩება ამ დრომდე საემიგრაციო პატიმრობაში, მას გუშინ თბილისის აპოლეციის სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა ამ ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. საპოლეციის გაწყვეტილება ამ კუთხით არის საბოლოო და ის აღარ საჩივრდება. ამიტომ ციელ ქათამიძეს გავესაუბრო, ის ამ წინააღმდეგობის, სამოქალაქო წინააღმდეგობის ერთ-ერთი დამფუძნებელია სახელმწიფოებისა ციალა. როგორც ვთქვი, ამ დრომდე გროვდება თანხები ბათუმის საპროტესტო აქციების მონაწილეებისათვის, რომლებიც დააჯარიმეს სასამართლომ 5-5000 ლარით, ხო? ზებრა გადასასვლელზე მოძრაობას, რაც უკავშირდება. რა თანხა შეგროვდა ამ დროისთვის და როდის არის ბოლო ვადა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ჩაურიცხონ ასევე მათ ეს თანხა და დაეხმარონ? ჩვენ დაახლოებით 19 დეკემბრიდან მოყოლებული ჰქონდა რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც, რა ვიცი, აჯარის პოლიციამ რაღაცა დავალებით თუ საკუთარი გადაწყვეტილებით ისე რამოდენიმეჯერ უსამართლოდ დააჯარიმა ადამიანები და დაახლოებით 36-მდე, დაახლოებით არა 36 ადამიანის ჯარიმა იყო სულ. დავიწყეთ ამ თანხების შეგროვება.
რაღაცა რაოდენობამ ადამიანების გადაწყვიტა რომ არ გადაიხადოს, იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის ვალდებულებები მათ ოჯახთან ესე შემდეგ არა აქვს და შესაბამისად ის სამართლებრივი პროცედურები რაც შეიძლება მოხდეს არ გადახდას მათთვის არ არის მნიშვნელოვანი კონკრეტულ ნაწილში, თუმცა გარკვეული რაოდენობა ადამიანების იძულებული გავხდით რომ გახდნენ რომ გადაიხადათ, იმიტომ რომ მათ შორის თქვენც დაჯერიმებული იყავ. კი, ჩემი გადაწყვეტილება ჯერ არ მოსულა ჯარიმის. უცებ თქვენ გააკანით სტიკერი იფიცება საქართველოს შინაგანი საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობთან. სრული დარწმუნებით გითხრათ და ვინც გვისმენს მაყურებელს ვუთხრა რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება და მტკიცებულებათა ერთობლიობაზე აღარ ვლაპარაკობთ გარდა ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებისა, რომელსაც ვერ ადასტურებს შინაგანი საქმეთა სამინისტრო. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი კამერაა ირგვლივ, ყველას აქვს სამხრე კამერა, ტელეფონები, ერთი ვიდეო მტკიცებულებაც არ არსებობს, ყველა იმ ბრალდების დასამტკიცებლად, რომელსაც სახელმწიფო ედავება ბათუმში და არა მხოლოდ ბათუმში მოქალაქეებს. შესაბამისად, ჩვენი ბრძოლა და თანხების შეგროვება არის ყოველგვარად გამართლებული, როგორც მორალური, ასევე სამართლებრივი. ანუ უკანონოს ჯიან ამ ადამიანებს იმისთვის, რომ ჩაახშონ პროტესტი და გააქრონ პროტესტი ქვეყანაში. არც ერთი ჯარიმა არ იქნებოდა დაწერილი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არსებობს არც ერთი ვიდეო მტკიცებულება ამ ჯარიმების დაწერის ან ჯარიმების რომ ამ ადამიანებმა კანონი დაარღვიეს, ხომაც არაფერი არ ადასტურებს ამ საქმეში, ერთი ვიდეო მტკიცებულებაც კი არ იყო წარმოქმნილი. უფრო მეტიც ორი მოწმე როცა ყავთ ხოლმე პოლიციელები, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებია. კი, ჩვენ ასეთი არაერთი საქმე ვნახეთ, ხო? არაერთხელ გააჩუქეთ თქვენ და არა მხოლოდ თქვენ ამის შესახებ. და ამის მიუხედავად მოსამართლეები ეყრდნობიან ამ სიყალბეს და არც კი ინტერესებიან ობიექტური მტკიცებულებები. კი, აი არ ვიცი, კატასტროფული ამბავია. 36 ადამიანი იყო, როგორც გითხარით, აქედან რაღაცა ნაწილმა უარი თქვა გადახდას დაახლოებით 10-მდე ადამიანმა, ზოგიერთმა თავად გადაიხადა, მაგალითად ამ დაჯარიმებულებს შორის იყო ზია ამაღლობელიც და მზიას თანხა გადაიხადეს მისმა მეგობრებმა, ისე რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ამ თქვათ საერთო თანხების შეგროვებაში არ გქონია მონაწილეობა, არ მიგვიღია. ასევე ზოგიერთმა გითხარით რომ უარი თქვა გადახდაზე და ეხლა საბოლოოდ ვართ ეგეთ მოცემულობაში, რომ 15 ადამიანი დარჩა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადოს, იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის ოჯახის ქონებებს ფლობენ ან მიმდინარე ხელფასები ერიცხებათ და მოგეტყვით რომ იუსტიციის სამინისტრო განგება აჭინაურებს ხოლმე ქონებების გადაფორმებებს, იმიტომ რომ ზოგიერთმა გადაწყვიტა და რავი თვეობით დევს ეს საქმეები, აი როცა ნორმალურ შემთხვევაში, ჩვეულებრივ შემთხვევაში, მაგალითად თქვენ რომ მიხვიდეთ, ან სხვა შესაძლოა არ პროცედურულად ყველა წესი დაიცვან და სწრაფადვე მოხდეს გაჩუქება ან გადაფორმება კონკრეტული ქონების, თუმცა ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ვადებს აგრძელებენ და ზოგჯერ პასუხსაც არ იძლევენ, ამიტომ ეს 15 ადამიანის ჯარიმა, რაც არ უნდა მოხდეს, არის გადასახდელი. მათ შორის არიან სტუდენტებიც, ხო? რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა არის სტუდენტი და ნაწილი კიდე თავარი თქვათ სოციალური მხარდამჭერია საკუთარი ოჯახის ამ კონკრეტულ შემთხვევაში. 15 ადამიანიდან 9-ის გადახდის ვადა იწურება ხვალ. ჩვენ დაახლოებით გვაკლდება სადღაც 14,000 ლარამდე ამ ეტაპისთვის, თუმცა ვიმედოვნებ რომ ხვალამდე კიდევ შემცირდება ეს რაოდენობა. რომელი შეგროვდა, მოდი ესაც შევუთხრათ, აი საზოგადოების მხარდაჭერის შედეგად თუ არის თქვენთვის ეს მონაცემები? ძალიან ესე კონკრეტულად სრულად ციფრს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ აქ არ მაქვს დაჯამებული. მაგრამ დიდი ნაწილი შეგროვდა საზოგადოების აქტიურობით და მხარდაჭერით. ან თავადაგროვებენ დაჯარიმებულები, ან მე ვაგროვებ და ჩემი მეგობარი და ვამატებთ ხოლმე მათ შეგროვებულ თანხებს. ან ზოგჯერ თავად იხდიანან, თუ ცოტასეთ მეტი მოვიდა 5,000 ლარზე მეტი, ჩვენ გვეხმარებიან სხვების, ანუ რეალურად ეს არის საერთო ხულობა და მოკლედ ხვალამდე ველოდები იმ ადამიანებს, ვისთვისაც აი მაგალითად შემიძლია ეს ბოლო, რომელიც თან გადავიღე ფოტო, იმიტომ რომ სამახსოვრო მთელი ეს ამონაწერი ძალიან მნიშვნელოვანი, რა ვიცი, თუ ოდესმე ბოროტებასთან ბრძოლის მუზეუმი იქნება, აუცილებლად ამ ამონაწერს ანგარიშებზე ჩარიცხვისას აუცილებლად დავდებ, იმიტომ რომ გასაოცარი 39 თეთრი იყო ერთ-ერთი 3 ლარი, 2 ლარი, 2 ლარი. ბოლო იყო მაგალითად. ანუ 39 თეთრიც კი ჩაურიცხეს. აი თათია ჩაურიცხეს აბულაძეს 39 თეთრი. არც ეს ერთ-ერთი მონაწილეს. ცეცხლი ოლიგარქიას ამ
ამბით შეიძლება სასაცილო იყოს ვიღაცისთვის ეგ ამბავი, მაგრამ ის 39 თეთრი იმაზე მნიშვნელოვანია შეიძლება ვინმესთვის რომ არის 100 ან 200 ლარი. ანუ წარმოვიდგინოთ როგორ შეიძლება უჭირს ადამიანს ამ როგორია ბოლო არის მაგალითად 3 ბოლო თეთრებს იმეტებს იმისის რომ დაეხმაროს პროგრამული აქციის მონაწილეს. დანიშნულებაში წერია ეგეთი რამე, ცეცხლი ბიძინას ბოლომდე. რომ გაჩვენოთ თუ პირადი მონაცემებით ჩანს. არა, წაშლილი მაქვს, იმიტომ რომ მინდა რომ ეს რა ქვია. ჩარიცხო თანხა 3.5 საქართველოს ბანკი და დანიშნულება ცეცხლი ბიძინას ბოლომდე. კი, ძალიან ბევრია ესეთი და ასევე მინდა ჯაბა ვისაუბრო იმ რეპრესიებზე, რასაც ადამიანები განიცდიან აი 2 დღის წინ იყო ხო დილას გამთენიას რანუკა ჟორჟოლიანის მარიამ ბაჯელის და არაერთი იმ ადამიანს დაგეგმილად შევიდნენ ადამიანებთან რომლებიც აგროვებდნენ თანხებს უკანონო დაჯარიმებულთა მხარდასაჭერად ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზაციული ყადაღებით და რაღაცა ისინი დაიწყეს ალბათ მალე გადმოვლენ ფიზიკურ პირებზე და რა ვიცი აქ ვარ ბატონებო თითოეულ თეთრზე რომელიც ჩაირიცხა მოქალაქეების მხრიდან ვარ პასუხისმგებელი და ზუსტად ვიცი რომ აუცილებლად გადავიხდით ამ თანხებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის თითოეული ამ ადამიანის ოჯახის სოციალურ თუ სხვა ტიპის პრობლემების თუნდაც არა გასამწვავებლად, იმიტომ რომ სოლიდარობის ეს ამბავი რეალურად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ძალის მომცემია, იმიტომ რომ ზოგი ვერ ახერხებს, ზოგი არა, შეიძლება უმრავლესობა აქ დგომას 154 დღეა და ვერ ახერხებს აქ დგომას, თუმცა ყოველდღიურად თუნდაც ამ კონკრეტული ამბით ვგზნობ ხარდაჭერას იმ ადამიანებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხო, ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ბოროტება არის პროგრესში, ანუ კი არ იყო ან რა ვიცი, იქნება, არამედ აი პროგრესულად მიმდინარეობს და ზუსტად ვიცი, რომ სანამ ფიზიკურად შეგვეძლება, ყველანაირად ვეცდებით, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიოთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ სიმართლე მეორე მხარეს ვერ იქნება, იმიტომ რომ ამდენი ბოროტების დამგემგმავ განხორციელებელი ხელისუფლება ვერ იქნება სიკეთის შემოქმედი, ფიზიკურად ვერ იქნება. უფრო მეც გეტყვით, აი მაგალითად, ძალიან ხშირად რა ვიცი, მე მაგალითად მახასიათებს, რომ როცა მაქვს რაღაცა პოზიცია, ხშირად ვცდილობ ხოლმე, რომ აი მეორე მხრიდან შევხედო, ან სხვა მხრიდან შევხედო ამ ყველაფერს და რა ვიცი, ამ ნაწილში ყველაზე მეტად რაც კიდევ უფრო მიმტკიცებს საკუთარი თუ ამ ადამიანების სიმართლის და სისწორის შეგრძნებას, როდესაც მეორე მხარე აბსურდულ არგუმენტებს ასახელებს ხოლმე ამ ამბების საწინააღმდეგოდ. აი რა ვიცი, სასწაულ ისეთ ამბებს, რაც აი უსიტყვოდ ვიცი რაღაცა ყოველგვარი იმის გარეშე რომ ტყუილია, იმიტომ რომ რა ვიცი, გრიგოლ ბესელია იყო, ამას წინათ არ გავიხსენო, არ შემიძლია. აი მთავარი რაღაცა პოლიტიკურად შემფუთავი ის ქონდა, სიტყვა ქონდა სასამართლოზე, იმიტომ რომ რეალურად ვიამაღლობელის საქმეში გრიგოლ ბესელიას თანამონაწილეობა იყო ძალიან მცირე მონაკვეთის და რეალურად ის არ იყო მოსული იმისთვის, რომ მოეყოლა მზია ამაღლობ დაემძიმებინა ან გაემყარებინა ბრალდების მხარე მზია ამაღლობელის საკითხთან დაკავშირებით. ის იყო მოსული იმისთვის, რომ ეთქვა, რომ ეს რაღაცა აქციები არის მართული და თითქოს და ვინმემ იმ დღეს თუ სხვადასხვა დღეს, როცა ისინი არა ადამიანურად იქცეოდნენ, ისევე როგორც 11-12 იანვარს, თითქოს და რაღაცეებმა დავალებები მიიღეს. არა ბატონო გრიგოლ, არა ქართული ოცნების ნებისმიერ წარმომადგენელს შემიძლია მიმართო, რომ ეს აქციები არ არის მართული, იმიტომ რომ შეუძლებელია თუ თვითონაც თვალს გაახელენ, შეუძლებელია განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. ქართული ოცნება არის ბოროტება, რომელიც ბრძვის ამ ქვეყნის წარსულს, აწყოსა და მომავალს ერთობლივად. შესაბამისად, მართული ვერ იქნება ეს აქციები, იმიტომ რომ 154 დღის განმავლობაში სიცივეში, ქარში, დედამიწისულზე მთელი ქონება რო შეაგროვო, მე პირადად არც მაგის და არც არავის თხოვნით და დავალებით არ დავდგები. ისე არიან ეს ადამიანები, რომლებიც შეიძლება ეხლა ნაწილია ამ ადამიანებს,
თუმცა ზუსტად ვიცი რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი არის რომელიც აანალიზებს ზუსტად იმ დიდ საფრთხეს, რომელიც ამ ქვეყანას ელოდება. ანუ შესაძლებელი არის ჯერ კიდევ 14,000 ლარი, ხო? თუმცა ხვალამდე ველოდებ რომ ცოტა კიდე დაგვემატება და აი ნახოთ, იმედი მაქვს რომ ხვალ იმ 9 ადამიანის და შემდგომ კიდე დარჩენილი 6 ადამიანის თანხას გადავიხდით და ამ ეტაპზე ეს ჩვენი რაღაცა მოკლევადიანი მიზანი იქნება შესრულებული. ყველა აღწერა ამ დანიშნულების ნაწილში არის ძალიან დიდი იმედის მომცემი და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანხის რაოდენობას. თავარი არის იმ ადამიანების მონაწილეობა ამ პროცესში, რომლებიც თუნდაც ერთ ლარს რიცხავენ ჩვენს ანგარიშებს. და ანგარიშების ინფორმაცია შეიძლება ნახოს საზოგადოება. კი, როგორც თქვენს Facebook გვერდზე, ასევე პატიმრების გვერდზეც, ხო. მედია საშუალებების და ჩემს პირად Facebook გვერდზეც, იალა ქათამიძე ესე ვარ. და რა ვიცი, ყველა კითხვას, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს ამ თანხების განკარგვასთან ან ისე შემდეგ დაკავშირებით, შემიძლია კი არა და შემიძლია ნებისმიერ დროს გავცე პასუხი. დიდი მადლობა, ეცელა ქათამიძე იყო სამხელქო წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თქვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდით გოჩა მჟავანაძეს მინდა რომ უსმენდეს, პროფესიით ეკონომისტია, როგორც ვიცი. მოგესალმებით გოჩა, საღამოშვიდობისა. რა მინდა კითხოთ, თქვენ ხართ ეკონომისტი, როგორც მე მახსოვს, ხო? თან ყოფილი საჯარო მოხელე. დღეს გამოაქვეყნეს ახალი მონაცემები, რომ 9%-იანი ზრდა გვაქვსო. ანუ მუშუპუს ზრდაზეა ლაპარაკი. და ამ დროს ასევე საკისტატის მონაცემებით იზრდება სიღარიბის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში, მათ შორის გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც იღებს შემწეობას. მათ შორის არის ბავშვები, 250,000-ზე მეტი ბავშვი იღებს უკვე შემწეობას საქართველოში. რა ხდება ამ ციფრებში? როგორ ხდება ის, რომ იზრდება მუშუპუ, ანუ მთლიანი შედამოხმარების პროდუქტი, ანუ ეკონომიკური ზრდა გვაქვს ქვეყანაში და ამ დროს იზრდება სიღარიბის მაჩვენებელიც. რასთან გვაქვს საქმე? ანუ აღნიშნვის კუთხითაც манипуляციებია, კრიტერიუმების მიხედვითაც. და ასევე მთავარი არის ის, რომ ანუ ის დოვლათი, რაც ქართულ ეკონომიკაში იქნება, ხმარდება პრივილეგირებულ ჯგუფებს, ანუ მდიდარ ჯგუფებს ნაკლება და ის ხალხი, ვინც ნაკლებად ფინანსურ რესურსებსა და მატერიალურად შეყრდებულია, იმათზე ნაკლები შემოსავლები ვრცელდება, შესაბამისად ეს დისბალანსი იზრდება, ის ვინც დიდები იყვნენ, კიდევ უფრო დიდებიან. ანუ როგორ ხდება ეს? როგორი სქემით ხერხდება ეს? იმ სქემით ხერხდება, რომ ვისაც ანუ ფინანსურ რესურსებს და ბიზნესს ფლობს და ბიზნეს აქტივობას აწარმოებს, ეს ეკონომიკური დოვლათი რაც იქნება. ანუ ვისაც ხო მცირე ბიზნესი აქვს, საშუალო ბიზნესი აქვს, ამათი შემოსავლების იზრდება? იქნება ძირითადად ანუ ეკონომიკური ზრდა დიდი და წვრილი ბიზნესიდანაც, მაგრამ მეტწილად დიდი ბიზნესიდან ხდება და დიდი ბიზნესთან მიდის დიდი მოგება, რომელიც ის წვრილ ბიზნესმენის შემოსავლებს კიდევ უფრო დის, ამდიდრებს და ის დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახები უფრო მეტად ღარიბდებიან. ანუ ჩვენ როცა გვეუბნება რომ 9%-იანი თქვა ზრდა არის, იგივე მუშუპუს იზრდება მსხვილი ბიზნესი, ვისაც აქვს. აი იმათი შემოსავლები იზრდება, ხო? ანუ ის რაც იზრდება ეკონომიკაში დოვლათი იქნება ნაწილება დიდარ ადამიანებზე, დიდარ ოჯახებზე, ბიზნესმენებზე და ვისაც ისედაც აქვს საკმაოდ დიდი შემოსავლები და ის ვინც არის შეჭირებული მატერიალურად, თუნდაც ნაკლები შემოსავლები ნაწილდება და უფრო მეტად ღარიბდებიან. რატომ ხდება ასე? ანუ ეს რისი ბრალია? ინტერესია, იმიტომ რომ ისაც ნაკლები შემოსავალი აქვს, უფრო მეტად მოწყვლადია, ძირითადად სოციალური შემდგროვებისზეა დამოკიდებული, სახელმწიფო პოლიტიკა არის მიმართული იქითკენ ის 300 ლარიანი დახმარება, რომელიც თვითონ სოციალური სიდიდშურიდან ხალხის ამოყვანას ემსახურება და რეალურად წინასაარჩევნო კამპანიის და პარტიული აქტივობის ნაწილად იყო ქცეული და დღესაც შეიძლება. ანუ ის მეტად მოწყვლადია, მეტად დამოკიდებული ხდება ბიუჯეტიდან მიღებულ შემოსავალზე და თავად ის მართველი ძალის ინტერესების გამტარებელი ხდება ირიბად, იმიტომ რომ მას ფიზიკურად ლუკმან პულისთვის საჭირო შემოსავალი არ გააჩნია და ის რასაც ბიუჯეტი ცირედ უხდის, იმადაც კმაყოფილი ხდება, რადგან ის რო შეუწყვიტოს სახელმწიფომ შიმშილის სილა. სიღარიბე ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, ხო ეს გამოჩნდა არაერთ არჩევნებზე. ბიზნესი რომელიც ანუ უფრო მეტ დოვლათიდან უფრო მეტ წილი ხვედრითი წილი მიაქვს უფრო მეტად დიდდება, ის შესაძლოა ანუ მართლაც ძალად. ეს იქნება პოლიტიკური შემოწირულობები მართლი პარტიის მიმართ, ასევე სხვადასხვა კამპანიების დაფინანსება, რავი, ოფისების უსასყიდლოდ მიქირავება, წინასაარჩევნო აგიტაცია, პროპაგანდაში ჩართვა, საარჩევნო მობილიზაცია, მათი თანამშრომლების ხალხის და იმ გავლენების, რაც მათ
კაპიტალსა, ფინანსურ რესურსთან არის საკავშირებული, ეს გავლენების ხმარდება მართლა ხელისუფლება. მაგრამ ეს სხვილი ბიზნესის ხელში როგორ ხდება ეს ეკონომიკური მოგება, ეკონომიკური მოგება, ეკონომიკური ზრდა, როგორ აისახება მსხვილ ბიზნესზე პირველ რიგში, ეგ რო აგვიხსნათ. ანუ თუ მე მაქვს მაგალითად წლიური შემოსავალი მილიონი ლარი და ეკონომიკა გაიზარდა 9%, ჩემი მილიონი ლარის 9% არის 90000 ლარი და ვიღაცას რო აქვს 10000 ლარი, იმის 9% და რომ მოხდა, იმის 9% არის 900 ლარი. ან დიდი წილი ანუ დისბალანსი ხდება ამ შემოსავლებში, ის დიდარი, რომელიც ანუ უფრო მეტი კაპიტალის ხონდა შემოსავლის ხონე იყო უფრო მეტად დიდებოდა, ვისაც ნაკლები შემოსავალი ხონდა, უფრო ნაკლები ანუ მოგება. მაგრამ მეც ეკმენდერებს ამ დროს ღარიბების რაოდენობა რატომ იზრდება? მაშინ ესე ყველას შემოსავლები იზრდება, ასე გამოდის, ხო? ესე იგი ღარიბის შემოსავალი ნაკლებად იზრდება, მაგრამ დიდარის კიდევ უფრო დიდად იზრდება, მაგრამ ხო იზრდება ეს შემოსავლები? თუ იზრდება ეს შემოსავლები, მაშინ რატომ იზრდება ღარიბების რაოდენობა? ანუ იმ ღარიბების რაოდენობა, ვისაც ეკონომიკური აქტივობაში ჩართულია და ანუ ეკონომიკურ დოულას ვერტნის შემოსავალი ეზრდება საბიუჯეტო დაფინანსებით, რომელსაც შემწეობები, საპენსიო უზრუნველყოფა და ესე შემდეგ მინიმალურად ხო გაიზარდა, მაგალითად 15 ლარით გაიზარდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერების შემოსავალი და დიდ სტატისტიკურ ანუ მონაცემებში ესეც იმ შემოსავლის და მაგალითად ის 15 ლარი, რომელიც 300 ლარი ქონდა მანამდე და ანუ ესეც იცვლება ზრდაში. აიგო 300 ლარი ქონდა შემოსავალი და 15 ლარით გაიზარდა, ეგ 300 ლარი 15 ანუ 300 ლარისთვის 15 ლარი არის 5% და ამ მოქალაქისთვის ანუ მისი შემოსავლები გაიზარდა 5% და რეალურად 15 ლარია და ვიღაცისთვის 5%-იანი და რომ მოხდეს, ანუ მილიონიანი შემოსავლისთვის იმას არის 50000 ლარი თუნდა გაიზარდოს, ანუ პროცენტულად ანუ ერთი თანაბრად იზრდება შეიძლება ითქვას, ანუ პროცენტულად, მაგრამ ფიზიკურად ნომინალურად ხდება ძალიან დიდი დისბალანსია და ქართულესება როგორ სარგებლობს ამ ციფრებით, ანუ რა შეგიძლია თქვა? მანიპულირებას აკეთებს, ანუ თვითონ ისეთი სტაბილური გარემოა სანქციების მიუხედავად და იზოლაციური პოლიტიკის მიუხედავად ეკონომიკა იზრდება რეალურად, ანუ ეგ არის მომენტუმი გარდამავალი პერიოდია, როცა სანქციები რეალურად თავის შედეგს გამოიგებს და ეკონომიკის და პირიქით ანუ შემცირდება 5%-ზე მეტის და ფიზიკურად ვერ იქნება, რასაც ძალიან უახლოეს მომავალში ვნახავთ და თითოეული მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე და საკუთარი ოჯახის შემოსავლებზე იგრძნობს დაწონებული ვარ, იმიტომ რომ ანუ ნორმალური ბიზნესი, ნორმალური ცხოვრება, ინვესტიცია, ვისაც ანუ რეალურად დოულათის შექმნა შეუძლია და ჯანმრთელ კონკურენციაში ჩართვა და ეკონომიკური აქტივობის დაგეგმა და განხორციელება შეუძლია, იმას საქართველოში აქტივობა აღარ მოუნდება ბიზნესის კეთება და მოძებნის უფრო სვაფთო, უფრო დემოკრატიულ და უფრო გამჭვირვალე გარემო, სადაც მისი ბიზნესი იქნება დაცული, მისი ეკონომიკური და პოტენციური ანუ საპროგნოზო იქნება მეტი და შესაბამისად მეტი საიმედო მოგება იქნება მომავალში. შესაბამისად ის ვინც საქართველოში ოპერირებს, ანუ იფიქრებს იმაზე, რომ ეს ქვეყანა დატოვოს და ბიზნესი გადაიტანოს უცხოეთში. და აქ იქნება იმ ბიზნესის ანუ ტერიტორია და სივრცე, რომელიც იქნება გარიგებებში გულისხმობ კანონი და იატაკქვეშ გარიგებებს, ოლიგარქების ფული ბიზნესის კეთების და შავი ფულის გარეცხვის სივრცე იქნება, თუ ესე გაგრძელდება ცვლილებები არ დადგა ამ ქვეყანაში. საინტერესოა ასე თქვენი მოსაზრება, რატომ ვეღარ მოხდა ბლუმბერგის მილიარდელების სიაში ივანიშვილი, რა უყო მან ამ მილიარდებს? მე ვფიქრობ, რომ თვითონ ანუ მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პოლიტიკის შედეგები ანუ განჭრეტილი ქონდა და მოემზადა ამ ყველაფრისა და ის აქტივები და ბიზნესის კაპიტალი რაც მას ქონდა გადააფორმა მისთვის ხანმოპირებზე და იმ ადამიანებს დამალა ასე თქვათ ეს ქონება გადამალა სანქციების ეფექტი ნაკლებად იგრძნოს და ნაკლები დანაკარგი განიცადოს. ანუ მაშინ გამოდის რომ სანქციებს თუ კი მას დაუწესებენ შოთ ივანიშვილს მასე ვეღარ აისახება. აისახება, მაგრამ ანუ ამით შეიმსუბუქებს იმ წნევს და იმ ლარალთა დანაკლის, რომელიც ექნებოდა ეს ქმედებები რომ არ გადაედგა და ის აქტივები და ის კაპიტალი და ის თანხა რაც აქვს ქონებრივ რესურსში შედის, არ გასწრებინა ფორმალური გასწრებებს აქვს ადგილი ჩემი აზრით და ეს ნაბიჯები რომ არ გადაედგა უფრო მეტად გადაღალდებოდა.
მესმის. ასე მინდა კითხოთ, შეიცვალა პრინციპში ამ საპროტესტო აქციების ამ წინააღმდეგობის მთავარი მოთხოვნა. აქამდე თუ გიჩვენ ისმენთ, რომ მთავარი მოთხოვნა იყო თავისუფლებას, ინდუსტრიის პარტნიორებს და ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. ამჯერად კვირას დაანონსებულია მარში უკვე არალეგიტიმური ხელისუფლების წასვლის მოთხოვნით. რამე სწორია ეს მოთხოვნა თქვენ როგორ ხედავთ? ანუ არა თუ არალე მეც მოვისმინე ანუქნე განაცხადი, ანუ რაღაც მოსაძლევ მოვისმინე თუ არალეგიტიმური ხელისუფლების გადადგომას ხო მაგნატურში თანხმობი, ხოლო თავრობის გადადგომას ხო მაგ მოთხოვნას არ ვეთანხმები ამ ორი მოთხოვნის უკანტაღების სანაცვლოდ. ანუ იმიტომ რომ თუ ხელისუფლების გადადგომას ხო რა თქმა უნდა, ის მოთხოვნებიც იგივე შემადგენელი იყო, უბრალოდ ორი მოთხოვნად იყო გაყოფილი და ორი შემადგენელი ჰქონდა, ანუ ვითხოვდით სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, რომლის შედეგად ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიძლებოდა, იმიტომ რომ ანუ დაყალბებული და მეტაცებული არჩევნების შედეგადაც, რავი, ვერ გაიმარჯვა ფიზიკურად და დღემდე არავინ არ აღიარებს ცივილიზებულ სამყაროში და არიან რავი ხუთკაციანი ხელისუფლება, რომელიც არავინ არ ცნობს ამ ქვეყნად ნორმალური და საერთაშორისო ვიზიტებსაც ვერ ახორციელებენ, რავი, არც ერთ ქვეყანაში ჩვენი პარტნიორები ყოფილან, ამათ არ ელაპარაკებიან. და რაც შეეხება ეუთომ გვაღიარა უკვე დღეს გიალოსკის კომენტარი შემდგა, ესეთი ინტერპრეტაცია მისცეს მათ ეუთოს ვიზიტის ხელმძღვანელის ვიზიტს. შეიძლება მოიხსენიებდნენ რამოდენიმე პერიოდის წინ და იძახოდნენ, რომ რავი, გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი დაჯგუფება და მიმდინარეობა იყო და ის რეკომენდაციები დასწრები, რაც ეუთომ ჩვენს არჩევნებზე, ანუ ოქტომბრის არჩევნებზე გასცა, არარეალურად მიაშრაფდა რაღაც, ანუ შეურაცხყოფელი ეპიზოდებით მოიხსენიებდნენ და ეხლა როგორ პარტნიორად როგორ იყვამენ და როგორ აკაპირებენ ურთიერთობის აგრძელებას და თავიანთ ნათქვამი სიტყვების უკან წაღებას, რავი, მანაესენი ყველაფერზე გაფრთხილებული არიან მოკლევადიანი პროპაგანდის გავრცელების მინით და ის ვინც ხარდამჭერები ყავს, ვინც იკვებება მუდმივად არასწორი ინფორმაციით და პროპაგანდით, იმათთვის იძახიან ამ ყველაფერს, რომ თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ არც ეუთო აღიარებს და არავით. მაშინ ის იმედი აქვს ივანიშვილს თქვენი აზრით? ივანიშვილს იმის იმედი აქვს, რომ პროტესტის შეწყდება, ხალხი განებდება, აღარ იქნება ანუ წინააღმდეგობა, რა ვიცი, ყველას დაგვადუმებს, ანუ დაგვიყავს და თვითონ მის ძალაუფლებას შეენარჩუნებს ამ გზით. ამას ემსახურებოდა ის კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ჯარიმები, რა ვიცი, გაათმაგა და მართლა საკანონმდებლობის სახელმწიფო ყველაფერს, ამას ემსახურება მის მიერ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა, რეალურად, ანუ პროტესტის გამოხატვა ფიზიკურად ძალიან რთულია ამ ქვეყანაში, რეალურად ფინანსური ანუ სანქციები, ჯარიმები და მილიციელების რევოლუციას აღარ ვეძახით ხარ მილიციელების უკანონო ქმედებების და ჩვენებებიდან გამომდინარე სასამართლოს მისი ინტერესების გამტარია და ნებისმიერი ადამიანი ერთ-ერთი ადამიანი ქვეყნად სამართლოს ვერ იპოვი. ეხლა ამ ინტერვიუს დროს რომ მე და თქვენ ჩაგვავლოთ ხელი ორმა პოლიციელმა წაგვიყვანოს, რა ვიცი, მოთადროებით მოთავსების უზრუნველყოფაში და მე სასამართლოში სხვა ორი ვიღაც პოლიციელი მოვა და წინასწარ დაწერილ ტექსტს აიგებს. შეურაცხყოფას გვაღნებდა ის თქვენ. ვიდეო მკითხებლობას უკარადგმო მოსამართლე იყო მე რავი ამ ვიდეოში არაფერი არ ჩანს თქვენ დანაშაულის ჩანელის მაგრამ შინაგანი წენა მაქვს და აღაშავებ და ან დაგაჯარიმებს ან დაგაპატიმრებს რავი და შეიძლება პოლიციელების ურთიერთ გამომრიცხავ ჩვენებებსაც კი დაეღვნოს და ვიდეო ჩანაწერი და არც კი დაინტერესებს როგორცაც მოხდა არაერთ შემთხვევაში ოფილა შემთხვევა ლევან ხორავასთან გურვანიძის კი ბათუმელების ხო ანუ მოსამართლე განმარტება გააკეთა რომ შესაძლოა მიერ წარმოადგენელი მოწმე პოლიციელების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა მათ მიერ წარმოადგენელი კადრები რომელსაც უნდა დაამტკიცოსო სამართალდამცავებიო არაფერი არ ფიქსირდება თქვენო სამართალდამცავება ჩაიდინეთ მაგრამ რადგანაც 45 დღეო არ დაგაჯარიმეს და არ დაგაპატიმრებსო და 46 დღეს გააკეთეთ და შინაგანი იგი მაქვს შეგრძნებაო და ფიქრიო 46 დღესო ჩაიდინეთ დანაშაულიო და 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შევარდა და რავი ასეთ გარემოში მართლა ძალიან დიდი ბარიერია ბევრი მოხალხის და ბევრი თავს იკავებს ან რაღაც მომენტს ელოდება რომ უფრო მეტად დააფიუდეს და ბიზნეს ინტერესია იქ რომ აქ პროტესტი ჩაახშოს მოგუდოს და წინააღმდეგობის გამტევი არავინ არ ყავდეს და მე დაელოდოს საერთაშორისო პოლიტიკაში მომენტს და იმ სიტუაციას რომ ლეგიტიმაცია დაიმუშაოს და ლეგიტიმაცია მიიღოს და თუ აქ პროტესტი შეწყდება და მართლა არავინ არ იქნება წინააღმდეგობის გამტევი საერთაშორისო აქტორები
მე ვფიქრობ გადადგამენ ნაბიჯი თქვენო ამათთან ურთიერთობა ხონდეთ იმიტომ რომ შენ პრობლემების მოგვარებაზე შენ წინააღმდეგობაზე შენ თუ არ ისაუბრებ და შენ გულის ტივი შენ პრობლემებს მხარდაჭერა თუ არ ითხოვ თავსაკუთრებით არავინ არ ეხმარება და არ უდგას რომ გადახვიდეთ თუ გაგრძელებთ წინააღმდეგობა თქვენ ფიქრობთ რომ არის იმის შანსი რომ გადარჩეს დემოკრატია ამ ქვეყანაში? რა თქმა უნდა ერთადერთი გზა არის წინააღმდეგობა ქუჩაში დგომა აქტიურობა გაპროტესტება არ დამორჩილება და მაქსიმალურად სოლიდარობის შენარჩუნება, კონსოლიდაცია იმ ძალების, რაც არსებობს და იმ ხალხთან მუშაობა კიდევაც, ვინც აქტიურად იყო ჩართული პროტესტში თავიდან საწყის ეტაპზე და ეს გარკვეული მიზეზების იგივე ჯარიმების გამო და ანუ სამართლო სისტემის კვლავობის გამო თავს იკავებს პროტესტში აქტიურად მონაწილეობაზე, ამათთან მუშაობა და იმ დამატებით იმ ხალხის შემოკრებაც, ვინც მაგალითად ოქტომბრის არჩევნებში შეიძლება გულწრფელად მიცა ხმა საქართველოს ხმას და ფიქრობლავ ესენი მართლა ამ ქვეყანას ეს ქვეყანა მიყავდათ და სავლეთში ვარა, ეხლა დარწმუნებულ და სავლეთში კი არა, რუსეთში ჩაიყვანა და აფორმებს უკვე სარეგისტრაციო პროცედურებს გადის. და ეს წინააღმდეგობა რო არ იყოს, ახლა მართლა გადააფორმებ და ჩვეულებრივად ბევრ როეულები, რა ვიცი, ისეთი არ წარმოუდგენია და არ ჯერა კიდევ რაღაცები. და მე ვფიქრობ ამ ხალხთან მუშაობა მართლაც დამატებით. პროტესტი უნდა გაიზარდოს და რა ვიცი, ეს მუხტად უნდა გარდაიქმნას და მოვითხოვოთ ის ცვლილებები, რაც ამ ქვეყანას სჭირდება და ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება და არა მე თქვენ და პროტესტის მონაწილეებს პირადად საერთო ინტერესს და საკუთარ ინტერესსაც იძლევა, ისე უნდა მიმოქმედოთ და მე ვფიქრობ ის ხალხის ეს ყოებაში, აპატიმრობაშია იმ ხალხის გახსნის გარეშე პროტესტის გაშლა წარმოუდგენელი, არავინ არ ფიქრობს ამაზე და აღრათა ერთი ადამიანის არ შემოხვედრია, ვინც ესეთი გააჭირა, არავინ არ ეკითხებს, რომ ესეთი აზრი არსებობს. უბრალოდ მე ჩემ შეხედულებას ვიდია ჩემი მეგობრების და თანამედროვეების, რომ ის ხალხის განაპირობა ჩვენ ამ განაყოფას არ ვაპირებთ და რა ვიცი, იმ ხალხის ციხიდან დათმობა. ვიდრე არსებობენ სინდისის პარტნიორები. რეჟიმის ყოები და მათ შორის თემურ ქართამაძე ბათუმელი მეტროში, რომელიც დღეს მესამე დაიწყო უკვე შიმშილობა. თემურ ქართამაძე, რომელსაც იმდენი მასშტაბის ქართული საქმე აქვს გაკეთებული, თელ არალეგიტიმური პარლამენტი რო აიღო ეს იმათ არ იქნება თავის ისტორიის განმავლობაში და ადამიანს აძლევებენ ქვეყნიდან, იმიტომ რომ პატრიოტია საქართველოს უყვარს, ქართულ საქმეს ემსახურებოდა და ქართულ საქმეს აკეთებდა და ეს ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ამიტომ რავი ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდეს, სამი თვე მერე კიდევ სამი თვის გაუხანგრევეს და ეხლა უკვე ყველანაირი სტატუსის მოპოვების უფლება წაართვეს და გამზადებული ყავს რომ გააძევოს და მე ვფიქრობ სანამ თემურ ქართამაძეს არ დავიბრუნებთ მოქალაქეობას არ მივანიჭებთ სანამ იმ პატიმრებს სინდისის პატიმრებს არ დავიხსნით ციხიდან მანამდე ჩვენ დაშლის და პროტესტის ანუ შეწყვეტის უფლება მორალური უფლება არ გვაქვს არანაირ ადამიანობას არ ექმნება რომ ეგ გავაკეთოთ და წარმოუდგენელი არავინ არ გააკეთებს ამას დარწმუნებული ვარ ამაში და ეს მოთხოვნები რომ დაკმაყოფილდეს ამისთვის აუცილებელია ეს რეჟიმი შეუცვალო შესაბამისად ბრძოლა იქნება ბოლომდე და მე დარწმუნებული ვარ რომ შედეგიანად და წარმატებით დასრულდება და ყველას თავისი მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სამართლიან სასამართლოში, სადაც მოდუსტურებში ჩალოდა ვეღარ იქნებიან განაწყობლების მიმოღება. დიდი მადლობა, ეს გოჩემ ჟავანაძე იყო, ეკონომისტი, ყოფილი საჯარო მოხელე და ამჟამად უკვე საერთაშორისო გამჭირვალე საქართველოს ანალიტიკოსი. მადლობა გოჩა. მე ასე აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს სტატისტიკის ბოლო მონაცემები, რაც ახლა საუბრობთ მე და გოჩა, როცა 9%-ით გაიზარდა თითქოს ეკონომიკური ზრდა, როგორც ამას ოცნების მთავრობა ამტკიცებს და ამავდროულად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში და 250,000-ზე მეტი ბავშვი იღებს უკვე შემწეობას ამ ქვეყანაში, ანუ წარმოიდგინეთ, რომ ამ ქვეყანაში 250,000 ბავშვზე მეტი არის სიღარიბის ზღვარის მიღმა და სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული. შემწეობის რაოდენობას თქვენ მოგიხსენებათ, რამდენია? თქვენ პასუხობს ის მოთხოვნებს, რომ ამ შემწეობის ხარჯზე, თქვათ, მშობელმა შეძლოს ამ შვილის მცირეწლოვნის უფასოვნად გამოკვება და ჯანსაღი პირობების შექმნა იმისთვის, რომ ბავშვი გაიზარდოს ჯანსაღ გარემოში. თქვენ ამის შესახებ შეგიძლიათ ანალიტიკური სტატიის ნახვა ბათუმელების ვებგვერდზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. მე კიდევ ერთ მონაწილეს მინდა გავესაუბრო ამ საპროტესტო აქციაზე. ხათუნა ბერიძე, მოძრაობა ალტერნატივას ხელმძღვანელი. ხათუნა, რა ეტაპზე გადადის ახლა ეს წინააღმდეგობა და მოძრაობა 154 დღეა დღეს ამ პროტესტის და თბილისში უკვე დაანონსა მარში ასევე კვირას, მარში არ არის ახალი, მაგრამ შეიძლება უკვე მოთხოვნა, თუ კი აქამდე ჩვენ გვესმოდა ხელახლა არჩევნების ჩატარების მოთხოვნა დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში, ახლა უკვე ისმის
მთავარი მოთხოვნა ის რომ არალეგიტიმური მთავრობა უნდა წავიდეს. რამდენად საჭირო იყო ამ მოთხოვნის ასეთი შეცვლა და რა იცვლება ამ მოთხოვნის შეცვლით? მოგესალმებით მისმესალმებით ბატონელების მაყურებელს. ესე იგი ის რასაც ახლა ითხოვდნენ მე პირადად და ჩემი გუნდი უკვე აქციების დაწყებისთანავე ვითხოვთ ეს მთავრობა ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური უკვე ბევრი წელია ამ არჩევნებს მიუხედავად იმისა რომ გაყალბებული იყო ის არჩევნები არ ვიცი როგორ რანაირად აღიარეს მაინც მაგრამ ეს უკვე ორი არჩევნები მინიმუმ ეს მთავრობა არის არალეგიტიმური იმ დროს რომ დამდგარიყო საზოგადოება ერთად როცა ჩვენ ვიბრძოდით ესე ვთქვათ თითო ესე ცალკე როცა ვიბრძოდით აი ეს ხალხი რო გაერთიანებულიყო და აი მაშინვე დაგვეყენებია მათი გადადგომის მოთხოვნა ეხლა აქამდე არ მივიდოდით ამიტომ რაღაცეებზე ჩვენ თავიდანვე ეს მოთხოვნა უნდა ყოფილიყო აქტიური თქვენ ფიქრობთ თავიდან არა რუსულ კანონს კი არა რუსულ მთავრობას ალბათ ვინც მიცნობს ემახსოვრება რომ ყოველთვის ამ მოწოდებაზე ვიყავი რომ რა არა რუსულ კანონს ან რა არა რაღაცას იმიტომ რომ ეს მთავრობა არის თვითონ მაგრამ ფიქრობთ რომ ეს ეფექტური იქნებოდა ან ეფექტური იქნება ამ შემთხვევაშიც როცა რაღაც პრობლემა არსებობს ცხოვრებაშიც ასეა როცა რაღაც პრობლემა არსებობს აი ეს პრობლემა კი გადაჭრა და აი რატომ მოხდა ძირფესვიანად აი ამაზე უნდა იყოს მიმართული ძირითადი ყურადღება და ის უნდა აღმოიფხვრას სათავე საიდანაც მოდის პრობლემა თორემ ერთ ადამიანს დავუშვით ორს თუ სამს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს დასჯა არ არის გამოსავალი ანუ საფუძვლიანად თავიდან სათავე უნდა ამოიძებოს და ამ ქვეყნის არევის სათავე და არეულობის სათავე არის ბიძინა ივანიშვილი როგორ ფიქრობთ როგორ წარმოგიდგენთ ამ ეტაპზე რომ ივანიშვილმა დაიხიოს უკან ამ ეტაპამდე ის არაფერს არ თმობს ხო აღმოჩნდა კიდევაც რომ მან ქონების გადამალვა მოახერხა ასე თქვენ იმიტომ რომ ბლუმბერგის მილიარდელების სიაში აი 500 მილიარდელს შორის უკვე აღარ ფიქსირდება ივანიშვილი რაც დიდი ალბათობით იმას ნიშნავს რომ მან გადააფორმა გადამალა ეს ქონება ნახეთ როგორ ხდება ამ წლების მანძილზე კარგად გვახსოვს თუ როგორ ხდება როგორ ვითარდება მოვლენები არავინ არ იცის ერთ დღეზე და ორ დღეზე შეცვლილა ეს ხელისუფლება ასე ეგონა ასლან აბაშიძესაც ასე ეგონა ცხვებს მათ შორის ასადის რეჟიმს ბოლო პერიოდში ხო სირიაში ბევრი გვაქვს ესეთი შემთხვევები ის ხალხი ეხლა წარმოიდგინეთ ქართულ ოცნებას ამომრჩეველი ხომ არ მომატებია ის ხალხი ვინც აქ იდგა დღეს გავართ ერთეულები ამ პროტესტზე მაგრამ ის ხალხი რომლებიც იდგნენ აქ ისინი ხომ არ ესე ვთქვათ გაქოცებულან ის ხალხი ხომ სადღაც სახლებში არიან დღეს რაღაც მიზეზების გამო რომ ვერ გამოდიან ან არ გამოდიან როცა მოვა იმის დრო ისინი ხომ ისევ აქ დადგებიან ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს შეიძლება აქ მე ხვალ დამიჭირონ მანამდე ჩემი თანამოაზრეები დააკავეს აი ამ კაცებს უფრო და უფრო მეტად ხო ივანიშვილი აი ამ მიდგომებს რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებენ ეს არის მათთვის ცუდი ასე ეგონა რიჟვაძესაც დავით რიჟვაძესაც თორნიკე რიჟვაძესაც მაგრამ კულისებში ყველაფერი კარგად იცის მიდის დაპირისპირება კლანებს შორის ასე ეგონათ მათაც რომ სულ იქნებოდნენ მაგრამ ისიც ვიღაცამ ჩაანაცვლა რა მოხდა ეს თქვენი ინფორმაციით რომელი ბევრი ვერსია გავრცელდა ხო ჯერჯერობით არაფერი არ დასტურდება არ ულაპარაკია საჯარო თორნიკე რიჟვაძეს ასევე რატომ წავიდა რატომ მოხდა მას გულდაწასვლა მასთან თავის მამას ასევე დავით რიჟვაძეს ეხლა რომ ცდებოდა და ხომ არ იტყვის ეხლა რომ აი ის რასაც აშავებდა თურმე ყვილად აშავებდა და ერთ-ერთი თანამონაწილე იყო და შემსრულებელი ამ დავალებების. მაგრამ წასვლა რის გამო მოუწია თქვენ რა გონია? ჩვეულებრივ კლანი შეიცვალა, მოვიდა ერთი კლანი და იმ ძირფესვიანად ეხლა რიჟვაძესთან ვინც იყო დაახლოებული, აი ყველას გაიყოლებენ, ყველას შეცვლიან, ჩაანაცვლებენ ეხლა სხვა კლანს და აი ესე ის უფრო მომყარდება, მე იმასაც კიდევ ვიღაც მოვა, ვიღაც ჩაანაცვლებს და ესე იქნება. ამიტომ ნუ რა ვის, ნუ გადაყვებით მეგობრებო, მათ შორის აი იმ პოლიციელებზე მაქვს საუბარი, ვინც
იყო ეხლა თანამდებობებზე, მაგრამ ეხლა მოუწიათ სხვაგან გადასვლა, უფრო დაქვეითება, ჩამოქვეითება. ნუ რავის, ნუ გადაყვებით მეგობრებო, მთავრობები იცვლება, ხელისუფლებები მიდიან, მოდიან, მაგრამ ხელისუფლება, მაგრამ ხალხი, მოქალაქეები გავართ და ვიქნებით ისევ არ. და ამ ვითარებაში რა მიგაჩნია მთავარი ფაქტორი? ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ამ პროცესში, რომ გაიმარჯვოს წინააღმდეგობამ, გაიმარჯვოს ხალხმა? ერთიანობას წინ არაფერი არ უდგას. სანამ ჩვენ შიგნით არ გავმყარდებით და სანამ არ ვიქნებით ერთიანი, აი ასე ვიქნებით ცალკე. ამიტომ ის ხალხი, ვინც რაღაც მიზეზების გამო არ ვერ გამოდის გარეთ, უნდა გამოვიდეს. აი ესეთიც სიმშვიდეც არ უნდა იყოს. ეხლა თუ გონიათ რომ მე მომწონს ესე მშვიდად რომ ვინც ვიცნობს იცით რომ აი არ მიყვარს ეს გახსოვს თქვენი ხმაურიანი აქციები. ანუ ვარ უფრო აქტიური და უფრო არ მომწონს სიმართლე გითხრათ ეს სიმშვიდე, ვისაც ჩემნაირად არ მომწონს სიმშვიდე. თქვენ აქამდეც არაერთხელ ჯარიმდებოდით იქ 2020 წლის არჩევნებზე, ხო, როცა ასევე იყო შეფასება რომ გახავდა ის არჩევნები. იმდენი ჯარიმები მაქვს გადახდილი, ალბათ არ ვიცი, რამდენი სახსრიხეთი ალბათ. იმდენი ჯარიმები მაქვს გადახდილი, მაგრამ ახლა ამ ხელისუფლების პირობებში, ახლა ამ ბოლოს განვითარებულ მოვლენებიდან გამომდინარე, ჩემი აზრია, რომ არავინ არ უნდა გადაიხადოს ეს ჯარიმები. ან რატომ? აი არ უნდა გადაიხადოს და იმიტომ რომ ეს არის არაკანონიერი ჯარიმები. თქვენ ხო გადაიხადეთ როგორც აღნიშნეთ? ნახეთ მე ჩვენ დროს იყო სხვანაირი სიტუაცია. ნახეთ ჩვენ დროს იყო თითქოს უფრო პარტიული ბრძოლა, არა და რეალურად რა ბრძოლაც მაშინ ჰქონდა, იმ ბრძოლის გაგრძელება ეს ბრძოლაც, მაგრამ ესე რადგან ეხლა ყველა პარტია ერთად არ იყო, სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები არ იყო ჩვენ ბრძოლაში ჩართული. მაშინ უფრო მიდიოდა ესე ვთქვათ ცალკეული ერთეული შემთხვევები იყო ეს ჯარიმები. ერთეული შემთხვევები და ეხლა არის საერთოდ ყველას აჯარიმებენ, ყველაზე მიდის რეპრესიები და ცდილობენ რომ საზოგადოება შეაშინოს. მე თუ დამაჯარიმებდნენ, მაქსიმუმ შეიძლება ჩემი თან როგორ ვთქვა, ჩემი გუნდის წევრი დაეშინებინათ. იმიტომ რომ ჩემთან ერთად არ იბრძოდა დაუშვათ ის მოქალაქეები. და ეხლა მოქალაქეებიც იბრძვიან. ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელსაც საერთოდ არ ქონია არც არასამთავრობოსთან შეხება, არც პოლიტიკურ აქტივობაში არ ყოფილა მონაწილე, აი ესეთი ადამიანები გამოდიან ახლა მოქალაქეები და ნუ შეგეშინდებათ ხალხო, ეს მთავრობა წავა, არავინ არ ყოფილა მუდმივად და ის ადამიანები, ვინც ილანძღებით, აი ესეთ თავ გადადებით იცავდით, ანუ სად ახართ ახლა რიჟვაძის მომხრეები, აბა? რას ეთქვით? სად ხართ? ანუ გაყევით რიჟვაძის წაგიყვანათ სადმე იგივე ასლანას მომხრეებმა, სადმე მასთან ერთად გაფრინდით მოსკოვში ხართ, ახლა ისევ ხართ აქ, ისევ ყვდებიან ადამიანები იმის გამო, რომ აი ქვეყანა არის უკვე აი უბსკრულში. რას ეთყოდით მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება ხედავენ რომ აი უბსკრულისკენ მიდის ქვეყანა, ან უბსკრულში ვართ უკვე, მაგრამ ამბობენ რომ აი მე ბევრი შემთხვევაში ვიგეთ მოქალაქეებს, რომელიც ამბობს რომ აი არ ვიცი მე რა შეიძლება გავაკეთო, ჩემს მონაწილეობას რა ძალა შეიძლება გქონდეს, აი ამდენი დღეა იმართება გახარდა მაგცეზე, მაგრამ მაინც არაფერი არ იცვლება. ან არის ასევე აი შეშინებულების ერთგვარი შეშინებულების ხო პოზიცია რომ აი ხო ხედავთ რომ ტროტუარიდან აწიეს მოქალაქეთა დააჯარიმეს, უსამართლოდ დაკავებენ ადამიანებს და საშიშია უკვე ამ აქციებზე ყოფნა. რას ეტყოდით თქვენ ამ მოქალაქეებს, ვისაც ამგვარი გზავნილები აქვს? მეც არაფერს, ნუ გაშინიათ. არავინ აქ არავის არ მოკლავს, არავინ არავის არ შეჭამს, შიში ვერ იხსნის, სიტყვისაო იგივეა. ანუ მაინც მოვა თქვენამდე, აზრი არა აქვს. ანუ მაინც შეიძლება დღეს არ მოვიდეს, მაგრამ ხვალ მაინც მოგადგებათ სახლის კარსა. სანამ თქვენ ერთ შეგიძლიათ გამოხვიდეთ და გადაარჩინოთ ქვეყანა, მას მერე უკვე მთელ თქვენს ოჯახებს შეეხება და მერე უკვე ვერაფერს ვეღარ იზამთრდებით. ანუ თქვენ ერთ შეგიძლიათ გამოხვიდეთ და გადაარჩინოთ ქვეყანა და არ გაწიროთ თქვენი ოჯახის წევრები. მეტი სხვა არჩევანი არ გვაქვს უბრალოდ, მეტი სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს. კიდე აქვე მინდა არ ვიცი ესეთი ტრაგედიები რატომ ხდება ყოველ წელიწადს, არ ვიცი ყოველ წელიწადს რომელიღაც ბაზრობა იწვის. ანუ ნახეთ, ებრძვიან თავისუფალ სიტყვას, მედიას,
ვინც ახლა ცოტას აზროვნებს, მიხვდება განათლებას ებრძვიან, დააპატიმრეს ყველა სტუდენტები, ისეთი ადამიანები, ვინც ცოტა ესე ვთქვათ, ჟარგონულად ვიტყვი, ანუ გონზე მოსული საზოგადოება ვინც იყო ახალგაზრდები, ვისაც შეიძლებოდა რომ ხალხი გაყოლოდა ესეთი დაატყვევეს ესეთი ადამიანები, ანუ განათლებას ატყვევებენ, ეკონომიკურად წვავენ, არ ვიცი, ყველაფერს ანადგურებენ. ქვეყანას აი ბაზრობის შემთხვევაზე რა ვერსია ქონდათ, ანუ რა მოხდა? არაწყობთ, ანუ არაწყობთ ამათ. ნახეთ, ყველა ვარიანტში ხელისუფლების დანაშაული რატომ არის? თუ კი იქ იყო გაუმართავი სისტემა, დანაშაულია ხელისუფლების, იმიტომ რომ არავინ არ აკონტროლებს ასეთ ადგილებს. თუ იყო იქ ასაფეთქებელი რაღაც საშუალებები, მით უმეტეს ესეც მათი დანაშაულია, იმიტომ რომ უნდა კონტროლდებოდეს. გულგრილობას აქვს ადგილი, ან ვიღაცას ბიზნესის კეთება უნდა და არ აწყობს ის ადამიანები, ვინც იქ ბიზნესს აკეთებენ, ან უფრო უარესი, არ უნდა რომ ბიძინა ივანიშვილს ეკონომიკა ჰქონდეს ძლიერი და ადამიანებმა იშოვონ ფული. მისი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ ხალხი საზღვარგარეთ წავიდეს ფულის საშოვნელად და აქ ვინც იბრძვის დაუშვათ თვით გადარჩენისთვის უკვე და რაღაც შემოსავლის წყარო აქვს, იმასაც უკეტავს. თქვენ წარმოიდგინეთ, ვინც იბრძოდა საერთოდ აქამდე თავისუფლებისთვის, ის ადამიანები სამსახურებს ვერ შეუღობენ და თავისთავად ყველა გზას უკეტავენ, რომ ეკონომიკურად რაღაც შემოსავალი მიიღონ ასეთმა ადამიანებმა, თუნდაც მე მაგალითად, ეხლა რომ მინდოდეს სადმე სამსახურის დაწყება, ფიზიკურად არ მექნება ამის საშუალება, ანუ იძულებული გახადეს ის მებრძოლი ადამიანები წასულიყვნენ საზღვარგარეთ, ხოლო ისინი ვინც დასაქმებული არიან, მათი აქტივი 1000 ისინი გახსნეს, რა ქვია, შეპესეები და აიპები, სიპები და როცა მოთხოვნას ვაკეთებთ დასაქმებულების და ხელფასებზე, ანუ რამდენი ვიცი, პირადად ვისაც ვიცნობ, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება და აქ ხელფასი იღებს მისი ოჯახი, საერთოდ არ იმყოფება საქართველოში ასეთი რამდენი ოჯახია და ის ადამიანები, ვინც უკვე ეკონომიკურად ძალიან სიდურჭირეში არიან და უბრალოდ ბაზრით, ესეთი გაყიდვებით, საცალო ვაჭრობით ირჩენენ თავს, იმასაც უსწრებენ შემოსავლის წყაროს. უბრალოდ გამონებული, გაჩანაგებული, გაუბედური შვილმკვდარი დედები და შვილმკვდარი ადამიანები სჭირდება ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ დააბეჭაოს ხალხი, დაასაწყლოს და მასზე დამოკიდებული გახდა. და ისინი მასზე დამოკიდებული და მის ნახე რას გიზავ, აი ესე ამოხდება სული. აი, მაგრამ იცით რა არის, საქართველო არასდროს არ ყოფილა დაჩოქებული. ჩვენ ვინმეს თუ გონია რომ ჩვენ ვართ რაღაცის მსხვერპლი, ან რაღაცა ვტირით იმის გამო რომ ვაიმე ბიჭები დაგვიჭირეს და ვაიმე ეხლა რა გვეშველება იქ ფონდები და აუ რატომ არ იჭერენ ქართული ოცნების დაუშვება, აი ვინც საქმეს აკეთებს, ვინც მაგარია, იმას ებრძვიან და მე უნდა დამიჭირონ ან ჩემი თანამოაზრე, თორე ისინი ვინც არაფერს არ აკეთებენ და საშიში არაა მათთვის, რატომ უნდა დაიჭირონ? ანუ ჩვეულებრივად უნდა რომ კრიმინალებად მოგონათლონ, მაგრამ ჩვენ ვართ მებრძოლი ხალხი. მადლობა, ეს ხათუნა ბერიძე იყო მოძრაობა ალტერნატივას სახელმძღვანელი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში და მოდით ჩვენი საუბრის ბოლოს დღეს ონისე ჯოყელაძეს მოусმინოთ, ბათუმის პროევროპული აქციის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს, მოდი ამ ფონზე ერთად გეონისე. ონისე შეიცვალა ამ საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა, ხო, თბილისში აპირებენ რომ კვირას გაიმართოს მარში, უკვე მოთხოვნით რომ არლეგიტიმური მთავრობა გადადგეს. რამდენად საჭირო იყო ამ მოთხოვნის შეცვლა და რა იცვლება ამ ცვლილებით? მოგესალმებით, ეს მოთხოვნა საჭირო კი არა, აუცილებელიც კი იყო, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება ყოველგვარ საზღვარგარეთ ცდება, კონსტიტუცია უკვე დიდი ხანი არ დაივიწყა, აღარ ითვალისწინებს იმ მინიმალურ წესებსაც, აი აღარ იცავს არაფერს, პირდაპირ ჩადის უსამართლობას პროტესტანტების წინააღმდეგ, ჩადის უსამართლობას მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ, რომელიც გამოდიან და ქუჩაში აპროტესტებენ, აი 4 ადამიანი კიდევ დაიჭირეს, 4 მაღაროელი დაიჭირეს. და ბრალი დაუმძიმეს, ხოდა შორის დღეს, მათ ორგანიზებასაც ედავებიან ჯგუფური ძალადობის. დაუმძიმეს ბრალი, უბრალოდ საკუთარ მოქალაქეებთან ქართულ ოცნებას აქვს გამოცხადებული ომი და
ქართული ოცნების პირობებში არანაირ სამართლიან არჩევნებს აზრი აღარ ექნება. ეს ლოგიკურიც იყო და ალბათ საჭირო და აუცილებელიც იყო, რომ ეს მოთხოვნები დროთა განმავლობაში დაფორმირდა და ითხოვენ ახლა ადამიანები გადადგეს ეს უკანონო არალეგიტიმური ხელისუფლება. მაგრამ ამით რა შეიცვლება არსებითად? ან უფრო მეტი ადამიანი გამოვა ამით ქუჩაში, ან მოუწევს დახევა პრაქტიკულად ივანიშვილის რეჟიმს, ეს არაფერს არ თმობს პრაქტიკულად ამ კაცრებს, ამ რეპრესიულ მექანიზმებს, რომ რაც შეიძლება დასჯადი გახადოს პროტესტი და გაქრეს საბოლოო ჯამში პროტესტი ქვეყანაში. ნახეთ როგორ არის ჯერ კიდევ 4 თვის უკან, როდესაც ეს პროტესტი დაიწყო, ყველას ეგონა რომ 10 დღის შემდეგ დაიშლებოდა ხალხი, 15 დღის შემდეგ დაიშლებოდა. აი 152 დღეა დღეს და ეს ხალხი მაინც აქტიურად მართალია ზოგჯერ შედარებით ნაკლები, ზოგჯერ შედარებით მეტი, მაგრამ აქ პირობითად რაოდენობა დიდად განსაზღვრელი არ არის, რადგან ეს ყველამ კარგად იცით, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და უწყვეტი პროტესტი. მთავარი ეს ნებისმიერი ამინდის მიუხედავად. ამინდის მიუხედავად, ნებისმიერი დღესასწაულის მიუხედავად, აი ალბათ ნახავთ როგორი ახალისები იყო, როგორი შოქა იყო, ერთად შეხვდა ქართულმა ხალხმა, ერთად აღნიშნა როგორი დიდებული საპროტესტო ღამეები იყო რუსთაველზე და მთავარი არის რომ ეს წვეტა არ მოხდეს, წვეტა არ იყოს და ადამიანების რაოდენობა იქნება მომენტები, როცა შედარებით მეტი ვიქნებით, იქნება მომენტები. მაგრამ რა იცვლება ამით? არც მოსაზრება და შეიძლება ასე გაგრძელდეს უსასრულო ძალიან ბევრი დღეები, მაგრამ პირიქით დიქტატურის გამყარება და კონსოლიდირება მოახდინოს, მოახერხოს ივანიშვილის რეჟიმმა. ვერ გეტყვით ზუსტად ვინ ამბობდა, მაგრამ გეტყვით იმას, რომ აი უსმენდი რამოდენიმე დღის უკან და ქართული ოცნების წარმომადგენელი საუბრობდა ზუსტად, რომ ეს რიცევი ჩვენთვისო ძალიან რთულიაო. ჩვენთვისო ძალიან რთულიაო, შეიძლება პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვისო მარტივიაო, რომ მარტივად გადასატანია, მაგრამ აი რიგითი მოხელეებისთვისო, რიგითი მინისტრის მაგალითად მოადგილეებისთვისო, რიგითი პოლიციელებისთვისო, ან კონკრეტულად რომელიღაცა განყოფილების უფროსებისთვის ძალიან რთული გადასატანია ფინანსურად ეს სანქციები და აი ნახეთ მართალია ნელი პროცესია და ნელა ინგრევა, მაგრამ აუცილებლად მოხდება საბოლოოდ ჩამოსვლა სწორედ ქუჩაში აქციები და სანქციები იქნება ის გამოსავალი, რაც საბოლოოდ ამ სისტემას ხედავთ ამის ნიშნებს, რომ რაღაც მიდის ჩამოშლის, კი? რა თქმა უნდა. თქვენი სანქციები ახსენეთ, მაგრამ ივანიშვილმა როგორც ჩანს მოახერხა თავისი ქონების გადამალვა, გადაფორმება ყოველ შემთხვევაში, რომ ბლუმბერგის მილიარდელების სიაში აღარ ჩანს უკვე ივანიშვილი ამ 500 მილიარდელს შორის აღარ არის ივანიშვილი. ივანიშვილი მართალია მილიარდელთა სიაში აღარ არის, მაგრამ ივანიშვილი ხო ვიღაცაზე დგას, ეს ვიღაც და ეს რაღაც არის სისტემა თუ არ გამოეცალა მას ფეხებში, შესაბამისად არაფერი არ მოუვა და ჩვენ ვებრძვით სისტემას, აი ივანიშვილი ვისაც ეყრდნობა დღეს ვებრძვით მათ და როცა გამოვაწყდით ამ ფულს და ძალაუფლებას და იმ ადამიანებს ძირს აუცილებლად ივანიშვილის დაემხობა. რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს? ბოლოს მინაკეთებთ ასევე ბათუმის მეტროს შესახებ თემურ ქათამაძე, რომელიც ამ პროევროპული ბათუმური აქციების ერთ-ერთი სიმბოლო იყო, ხო? მას საბოლოოდ უთხრა სასამართლომ გუშინ უარი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც კი. და უკვე ქვეყნიდან გაძევებას ელოდება ბათუმელი მეტროში. მან დღეს მესამე დაიწყო პრაქტიკულად შიმშილობა. თუმცა თქვა რომ 2 დღეს გაგრძელდება შიმშილობა და უერთდება სოლიდარობას გამოხატავს ამ ჭიათურელი მაღაროელების დაკავების გამო გამოხატავს პროტესტს. პირველ რიგში სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ბატონ თემურ ქათამაძეს, ქალბატონ სიამაყურეს და სხვა უკანონო პოლიტპატიმრებს. აი ბატონ თემურ ქათამაძეზე კომენტარის გაკეთება ძალიან მიმძიმს იყო. სულ რაღაც 3 დღის უკან 2400 ზუსტად ციფრით უმახსოვს 2400 რუსს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა ამ ხელისუფლების პირობებში და გასულ წელს მხოლოდ. ნუ გასულ წელს კი ბატონ. უბრალოდ შედეგები ახლა გამოქვეყნდა ასე ოფიციალურად და გასაჯაროდა და თემურ ქათამაძეს ქართველ მუჰაჯირს, რომელსაც ძალიან დიდი ქართული საქმე უკეთებია და მოღვაწეა საქართველოსთვის, საქართველოს კულტურა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაუტანია და ქართული სახელი, ქართული დამწერლობა ქართველებში შემოუნახავს. ეს უნდა დაუფასდეს და ასეთი ადამიანები დღეს თითზე ჩამოსათმელიც კი არ არიან შემორჩენილი და ცოცხალი და დღეს ფაქტობრივად თემურ ქათამაძეს და ქართ საქართველოს გმირებს ებრძვის ხელისუფლება და რა შეიძლება ითქვას. უბრალოდ მხარდაჭერა და სოლიდარობა. მადლობა ონისე ჯოყელაძეს. ასეთია გზავნილები დღეს ბათუმის პროევროპულ აქციაზე. ეს 154 საღამოა, როცა გრძელდება ბათუმში უწყვეტი საპროტესტო აქციები, ისე როგორც თბილისში და საქართველოს არაერთ ქალაქში უწყვეტია ეს წინააღმდეგობა. მოქალაქეები ძალიან მკაფიოდ აფიქსირებენ
აკეთებენ თავის სათქმელს, რომ ვერ გაჩერდება წინამდგობა, ვერ შეჩერდება ეს წინამდგობის მოძრაობა და პროტესტი, როცა ამ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას დღის ეს რიგში და ეს საკითხი გააქტიურა და მწვავედ დასვა პირველ რიგში ივანიშვილის რეჟიმმა ქართულ მოძრაობამ, როცა ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება 2024 წლის 28 ნოემბერს, როცა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაჭირვების შესახებ მოლაპარაკებები არის გადავადებული 2028 წლამდე და ამის ინიციატივა გამოხატა თავად ქართულმა ოცნებამ და პრაქტიკულად შეეჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ ძალიან აქტიურ მცდელობებს ივანიშვილის რეჟიმის და ივანიშვილის არლეგიტიმური ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მხრიდან, როგორ კეტავენ ისინი გზას დასავლეთისკენ, ევროპისკენ, როგორ ტოვებენ საქართველოს მარტო პარტნიორების და მეგობრების გარეშე აგრესორ რუსეთის პირისპირ, რაც ძალიან მარტივად სწორედ ნიშნავს ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხს, როცა მარტო რჩები სრულად დაუცველი არლეგიტიმური ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების პირობებში აგრესორი რუსეთის პირისპირ, რომლის მოკავშირეც არის ეს არლეგიტიმური ხელისუფლება. ჩვენ ვისმენთ ბოლო პერიოდში სწორედ იმას, რომ ხელისუფლების, ქართული ოცნების არლეგიტიმური ხელისუფლების განცხადებებს როგორ აკრიტიკებენ დასავლეთში და როგორ იწონებენ მას კრემლში. ასეთი იყო დღევანდელი დღე ბათუმის საპროტესტო აქციაზე 154 საღამო ბათუმში. ეს უნდა ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან ერთგაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, მდროებით.